პირველი მე დავიწყებდი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობიდან რაიონში ასაკთან დაკავშირებით სასურველი იქნება ჩემთვის ყველა ის დაგროვილი საკითხი რომელიც მოსახლეობაში არის მე თითქმის ყველა სოფელში მქონდა მეტნაკლებად შეხვედრები დღეს წარმოდგენილია მთლიანად რაიონის მოსახლეობის ნაწილი ყველა სოფლიდან და მინდა ყველა იმ საკითხზე გქონდეს ჩვენ საუბარი რომელიც უშუალოდ თითოეულ თქვენთაგანი სოფელში არის შექმნილი ჩვენი შარშანდელი წელი იყო საკმაოდ მძიმე საკმაოდ ბევრი იყო გასაკეთებელი ბევრი დაკეთდა ბევრი დარჩა გასაკეთებელი მოგეხსენებათ აგვისტოს მოვლენები ეს მოვლენა უკვე აღარ შეიძლება ეწოდოს ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი რომლის შედეგებიც დღემდე არ არის ლიკვიდირებული ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიტოვმა ომმა რომელთანაც დღესაც მიმდინარეობს ბრძოლა ძალიან ბევრი ფინანსური სახსარი მოგვიკლა და მოგვაშორა შარშანდელმა წელმა შარშან დაახლოებით ომის შედეგად მივიღეთ ძალიან დიდი დანაკლისი სახელმწიფო ბიუჯეტში შემდგომ უკვე მთლიანად სოფლიოში შეიქმნა ეკონომიკური კრიზისი და რომლის შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მოსული საქართველოსამდე ქვეყნებში მთელ რიგ ქვეყნებში ევროპაში მასიურად მიმდინარეობს ფაბრიკა ქარხნების დახურვა სამუშაო ადგილების შემცირება ამას ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს ალბათ ვიღაც ყავს უცხოეთში ზოგი სამუშაო ზოგი საცხოვრებლად წასული და ალბათ იქიდან გვაქვს ინფორმაცია რომ მთლიანად სოფლიოში არის შექმნილი საკმაოდ ძიმე სიტუაცია მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ის მინიმუმი რომელიც შეპირებული ვიყავით მოსახლეობასთან დაწყებული წყალი გზა სადაც თითოეულმა თქვენთაგანმა თქვენი მოქალაქეობრივი ვალი შეიტანოთ ამ საკითხის დაყენებაში სოფლის სკოლის საბავშვო თუ თქვენი ნებისმიერი მეზობელთან საუბრის დროს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია კიდევ მეორე აქ არავის არ აქვს აღზრდილი თავისი აზრის გამოხატვა ჩვენ ვისაუბროთ თქვათ რა მინუსები აქვს რა პლუსებია და თლიანობაში ჩვენი აზრი სადარ ემთხვევა ერთმანეთს შეიძლება ისე მოხდეს რომ ან მე დაგეთანხმოთ თქვენ ან თქვენ დამეთანხმებით მაგრამ თლიანობაში მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი უნდა ჩაჯდეს კანონიერების ფარგლებში და ისე უნდა 9 აპრილს ერთად უნდა ვიზეიმოთ 26 მაისიც და ყველა ის დღესასწაული რომელიც ქართველ ერს და ქართველ ხალხს დღესასწაულად მიაჩნია ეს იყო ძირითადი ნაწილი იმის რაც მინდოდა მეთქვა მე შემოსულია რამოდენიმე კითხვა ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს თუ ვისმეს აქვს სურვილი გთხოვთ მოგბრძანდეთ თქვენი აზრი მოგვახსენოთ მე კიდევ გიმეორებ შეგნებულად წინასწარ არავინ არ გაგუთხილებია სიტყვაში გამოსასვლელად გვაინტერესებს და მე უშუალოდ მაინტერესებს საზოგადოებრივი საზრი თუ რას ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ახლა იყო რამოდენიმე შეკითხვა და ბარემ უცბად გაგცემთ პასუხს მისახციაში მხოლოდ გზის ერთ მხარეს გაიარებულა ჩავლის წყლის ხაზმა ორი ადამიანს საშინებდეს თუ ესეთები არიან ბატონი ალექსანდრე ზუსტად ამ საქმისთვის არის და მე მგონი შესაძლებელად მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა თუმცა ეს საკითხი ცოტა ადრე დამდგარიყო გარწმუნებთ აქამდე უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა ჩვენ უბრალოდ დღეს შეგვექნა პრობლემები შარშანდელი ომის გამო რომ მცხეთის მუნიციპალური ტრანსპორტი ძირითადად ვერ ასწრებს ახლა ბავშვების სკოლაში გადაადგილებას როგორც ვფიქრობ რომ ჩვენ ტრანსპორტი უკვე გაგვითავისუფლდება სადღაც მაისის თვიდან და ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტი იქნება შესაბამისად თუ თქვენ გაქვთ სურვილი რომ თქვენ გააკეთოთ აქ არავინ არ არის შეზღუდული თქვენ მოგეხსენებათ რომ აღარ არის ხაზების მიყიდვა გაყიდვა გაჩქება და ასე შემდეგ გაქვთ ტრანსპორტი შესაბამისად შეგიძლიათ რომ იმოძრავოთ რა თქმა უნდა თუ თქვენ ორ ლარის მაგივრად ლარსაიღოთ მე გარწმუნებთ რომ სოფელი ალბათ თქვენ გვერდით იქნება შეშინებით ნამდვილად ვერავინ შეგაშინებთ მათიდან გამომდინარე მეტი არც უნდა იყოს კი ბატონო ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით და მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდით რომ თქვენი ჩანაფიქრი ასრულდეს დიდი მადლობა ბატონო თქვენ უნდა ეს საკითხი
აღარ მახსოვს მე ჩემთან იყო დაყენებული თუ არა პირად საუბარში გთხოვეთ ადრე თქვენ ჩვენ გავაკეთოთ ესე რა თქვენთან ერთად შევქნათ თქვენი მოსახლეობიდან 5-6 კაციანი ჯგუფი ჩამოვიყვანთ გეოლოგებს ერთად გავიაროთ თუ რომელიმე დრაბილკა ხელს უშლის მოსახლეობის წყლით მომარაგებას აუცილებლად იქნება ეს საკითხი განხილული მთავრობის თუ შეიძლება შიდა ტრანსპორტი დაინიშნოს მუხანში გარკვეული საათების მიხედვით მაინც დილით 8 საათიდან 9 საათამდე და 2 საათიდან პრობლემას პირველი საათიდან 4 საათამდე აი ეს მოძრაობა გააძვირდეს ამასთან ერთად მოსახლეობას შებას იქნობს ჭრის საკიდებული ასაკიანი თუ ახალგაზრდა თუ ბავშვი თოდუა იცით ამხელა სოფელში სანამ სოფლის თავიდან სოფლის ბოლოში ადამიანი გავხდება ძალიან კარგი იქნება თუ ამ სიკეთეს გააკეთებთ მე მგონი ეს დისციპლინებს არ უნდა აღემატებოდეს და ამასთან ერთად როგორც გიორგი მასწავლებელმა წარმოადგინა დიდი ტკივილია ისეთი სოფლიდან მოვედი რომ ჩვენ ეზოებში წყარო ჩუქჩუხები და მოვედი სოფელში და ჭაში ჩამყარი თავის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დღემდე ინჩი სიმედი მქონდა და დღეს ჭაც აღარა გვაქვს ქსელი დინარე ქსანზე ქვა აღარ არის წავიდობამ რომ გამოაცალოს ყელის ტბას წყალი რამოდენიმე სოფელი წაილეკება და ამას არ გოგოდიებს არც მომავალი თაობა და არც წმინდა ქეთევანის წმინდა სული ძალიან გთხოვ გაითვალისწინეთ კულტურის მუშაკების საერთო განცხადება რატომ არ გვაქვს პოლისი და დაზღვევა მოგემატება თუ არა კულტურის მუშაკების ხელფასი რატომ არ გვაქვს წლების განმავლობაში სამომართო საახალწლო და სხვა თარიღების სახალისებები გარემოდება თუ არა ეს დაწესებულება სადაც თქვენ ვიყოფებით ხელფასთან დაკავშირებით შეიძლება გითხრათ რომ ვიბრძენეთ გამგეობასთან ერთად და ალბათ დადებითად გადავწყვეტავთ ყოველ შემთხვევაში ხვალე თქვენმა წარმომადგენელმა შემოიაროს ან გუბერნიაში ამ გამგეობაში და უკვე ზუსტად გეტყვით რა თანხით და როდიდან მოგიმატებთ ხელფასებს რაც შეეხება დაზღვევაზე ამ ეტაპზე ალბათ ის პრეზიდენტის პროგრამით არსებული დაზღვევით უნდა ვისაგებლოთ წელიწადი ჯდება სადღაც 19 თუ 18 ლარი მომავალი წლიდან ვნახოთ ყოველ შემთხვევაში წელს მაგის საშუალება არ იქნება რაც შეეხება სამომართო საახალწლო თარიღებისთვის სახალისებას ამას გვინდებით აუცილებლად გავაკეთებთ 8 მარტს მაინც გასაკუთრებით მაგრამ დასახულია მონიზებები ის შემდგომაც ფიქრობ რომ ფინანსური მდგომარეობა დაუბრუნდება შარშანდელი მინიმუმ შარშანდელი დონეზე ამის შედეგად რა თქმა უნდა ბაგაბაგები არის პრიორიტეტი ყველასათვის ის ჩვენი შვილები იზრდებიან ჩვენი საქართველოს მომავალი ფაქტორი ბაგაბაგებში იზრდება აქედან გამომდინარე როგორც კი ის საშუალება მოგვეცემა რომ ფინანსურად დავიწყოთ მასიურად რემონტი დავიწყოთ მასიურად თუ არა წელიწადში 2-3 ბაგაბაგს დავარემონტებთ ისევე როგორც დავუშვით ხელფასში გარემონტა წელიწადში ძალში და სხვაგან კიდე რაც შეეხება ხელფასებს ეს ძალიან პრიორიტეტულია ჩვენ მართლაც მივახსენებთ საბავშვო გადადის პედაგოგთა ხელფასების ზრდა და არა მარტო ხელფასების ზრდა თქვა იქ მუნიციპალიტეტის ხარჯი საზოგადო პროგრამების ამოქმედება ჩვენ უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სხვა დარგები და პირველივე შესაძლებლობას უკვე გადაწყვეტილი მოგახსენებთ გუბერნატორმა ძალიან სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს რომ სექტემბრიდან 25% მოგემატოთ ხელფასები ჯერჯერობით მოუწევთ მოგემატოთ ამას სავარაუდოდ თქვენ დაზღვევის პროგრამას ეს პირველი პრეცედენტი იქნება თვითონ გამგეობის თანამშრომლები არ არიან დაზღვეულები ჩემი აპარატის თანამშრომლები არ არიან დაზღვეულები მუნიციპალიტეტის ხარჯი მაგრამ საბავშვო ბაღების პედაგოგები აუცილებლად დაეზღვევიან ერთადერთი სფერო ეს იქნება სკოლამდელი დაწესებულებები სადაც პედაგოგი გააზრდოს მუნიციპალიტეტს ხელფასის პარალელურ რეჟიმში დასაქმებას